ალფონს გაბრიელ ალ კაპონე იყო ცნობილი ამერიკელი განგსტერი, რომელიც 1920-1930-იან წლებში ჩიკაგოს ტერიტორიას აკონტროლებდა. ის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი წარმომადგენელი იყო აშშის ორგანიზებულ დამნაშავეთა იტალიურ მაფიაში. ადრეული ცხოვრება და კრიმინალური კარიერა. ბუტლეგერობას, ალკოჰოლის არალეგალურ წარმოებასა და გაყიდვას. სათამაშო ბიზნესს, კაზინოებსა და ტოტალიზატორებს. პროსტიტუციას, ბორდელების ორგანიზებას. მოხელეთა მოკრთამას, გავლენის გაფართოებასა და დაუსჯელობის უზრუნველსაყოფად. კაპონეს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მოვლენა იყო წმინდა ვალენტინის თვის ხოცვაჟლეტა 1929 წელი, სადაც მისი ბრძანებით მოწინააღმდეგე დაჯგუფების 7 განგსტერი მოკლეს. მიუხედავად მისი კრიმინალური საქმიანობისა, კაპონე ასევე იყო საჯარო ფიგურა და ზოგჯერ საქველმოქმედო ორგანიზაციებსაც ეხმარებოდა, რის გამოც მას თანამედროვეობის რობინ ჰუდადაც კი მოიხსენიებდნენ. დაპატიმრება და გარდაცვალება ალ კაპონეს კრიმინალური იმპერია 1931 წელს დაინგრა, როდესაც ის საგადასახადო თაღლითობისთვის დააკავეს. მას 11 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, რომელიც ალკატრასის ცნობილ ციხეში გაატარა. ციხეში ყოფნისას მისი ჯანმრთელობა მკვეთრად გაუარესდა სიფილისის გართულებების გამო. 1939 წელს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გათავისუფლდა, ხოლო 1947 წლის 25 იანვარს გულის შეტევით გარდაიცვალა ფლორიდაში, პალმ-აილენდზე. ალ კაპონე ამერიკული კრიმინალური ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე ფიგურად რჩება.